ალექსანდრე ბილიხოძეა ჩვენი სტუმარი, ხო და როგორც ამბობ ხოლმე, შავ ბერებს გამოუგზავნია შენთან. ხო, ყოფილა კი ეგ. ადამიანი, რომელიც შეპყრობილია, ხო? კი ბატონო, ყოფილა, რა თქმა უნდა, გაუვლია ამ ადამიანს მრევლს, კვეთებული, ყველა რიტუალი ეკლესიური, მაგრამ ანუ შენ ხარ ეგზორცისტი? არა, მე ვარ პარაფსიქოლოგი ექსტრასენსი. და შენ რას აკეთებ ამ დროს? პირველ რიგში მოდის დიაგნოსტიკას უხვა, ყოფილა შემთხვევა რომ გონია რომ ჯადო მაქვს, მაგრამ აბსოლუტურად მედიკამენტური პაციენტი აღმოჩენილა და არანაირი ჯადო არ ქონია. და ამ დროს რა შვები? უშვებ ემოციური ფონები აქვს მარტო, ანუ ეს პრობლემა არის და ვეუბნები რომ მე თქვენ ვერ დაგეხმარებით და მიმართეთ ექიმს, ეგეთი შემთხვევები ყოფილა. თუ მაგიური ზემოქმედების ქვეშ არის 90% გამიკურნია და ვკურნავ, დიახ. აი ცოტა მიამშემაშინა ეს რა შემთხვევა გამიხსენი რა შენებურად მე ნიასგან განსხვავებით მე ენერგიას უარყოფითი ენერგიით არ ვპასუხობ, ანუ მე ჯადოს არ ვაკეთებ. მოხსნა კი ბატონო, გაკეთება თუ არის ვერ მოხსნი, მაგრამ არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ მაგას. მაგრამ გაქვს შემთხვევები რომ მოდიან დედამთილები რომ რძალს რაღაც საოცრება დაემართოს, ხო? დედამთილები აღარ გამახსენოთ. კი, მაგრამ გაიხსენე რა გთხოვ. მეტი უბედურება ის არის რომ თვითონ მეუღლეები ხომ იყვეთავენ, ოღონ ქმრები და არ ეგხავენ. ქმრები, კაცებიც მოდიან? აი, და რა შვები? დედამთილები ეს უკვე ტრადიციული. კაცებს რა უნდა? გულავი და ქალი კუხნაში. აი არა, გლახ, ანუ მაგისთვის უნდა მოვიდე, ამბავი უნდა ჩაგიტარო. რომ მოაქციონ, ანუ მისი მეუღლე და თვითონ ან მეგობარი ყავთ, ან რა ვიცი რეებს გაკეთებენ და დაარობოტონ რა. შერითი ეხმარები უბრალოდ ამის. დამკვეთს მე ვერ დავეხმარები ვერანაირად, მაგრამ თუ შეპყრობილია ადამიანი რაიმე ნეგატიური მაგიური ზემოქმედებით ვეხმარებით თემი რიტუალებით. ანუ რა იცი რა არის ახლა რო ყვები ესეთი შტაბეჭდილება მაქვს რომ აი მამაოზე დიდი ძალა გაქვს ხო? არა, მე მაგის უფლებას ჩემთავს ვერ მივცემ. ესე გავიგე მე უბრალოდ. მაგრამ მე უფალზე დიდი არ ვარ, იმიტომ მე უფლის შვილი ვარ. როგორც ადამიანი გაკეთებული აქ ჯადო და ვერ მოუხსნა რელიგიურმა მეთოდმა, კვეთებულმა ზიარებამ, ფსალმუნებმა, ლოცვებმა, თემი მეთოდიკით უხსნი მე. ხო, მაგრამ ხო ქონია ეშმაკთან შეხება, ხო? ყვები ხო? და როგორი იყო ეს ამიხსენი რა? ნუ ახლა როგორც ამბობენ, ყურები და რქები აქვს და იქით-აქით დარბიხო ეგეთი ნამდვილად არა, მაგრამ ხო და ამიხსენი. რაღაც აი გებუნებრივი ენით რო ვერ აღკერ, ეს არ ეს სილუეტი არის ჩვეულებრივი, ოღონ შავი ენერგეტიკა, შავი სილუეტი აბსოლუტურად მისახვედრი რომ ეს არის რა თქმა უნდა ეშმაკი. ვიცი რომ ტაროს კარტი გაქვს მოტანილი. ტაროს სხვა რაღაცა არის და მე მაქვს მე დილეტანტი ვარ ამიხსენი რა გაქვს მოტანილი. ჩვენ ტაროს უძახით. გამიშლი? სიამოვნებით. პირველში მე რასაც თქვენ რა გულებში ვარ? კი ბატონო, ანუ პირადი მოგვარებული გაქვთ თქვენ, მაგრამ ამ შოუში ასე რომ ვთქვათ, ზოგადად ტელევიზიაში მე ხედავ თქვენ დროებით. ვაივე, არ თქვა. ძირითადად თქვენ უფრო ხედავთ მე საზღვრებს გარეთ. ანუ ვუბრუნდებით ძველ ცხოვრებას? ვუბრუნდებით აქტიურად თან ძველ ცხოვრებას, საყვარელი საქმე რაც არის, ამას ვუბრუნდებით სრულიად ფართო მასშტაბურად. ნახვამდის ბავშვებო. რაც შეეხება თქვენს ნეგატივებს, იმდენად კარგად მუშაობთ თქვენ თავზე. აი დავუშვათ რამე პრობლემა გაქვთ, ტკივილი გაქვთ, გაგუხებთ რამე, ისე კარგად იგوارებთ თქვენ თვითონ ამას, ხო? აი საერთოდ არ გჭირდებათ არც ეზოთერიკი, არც ექსტრასენსი, არც პარაფსიქოლოგი. ანუ იმდენად გიყვართ და პატივს თქვენ თავზე, იმდენად გჯერათ, რომ თქვენ თქვენი თავი დაგეხმარებათ, აბსოლუტურად გამოდიხართ ყველანაირი ვაკუუმით. გეთანხმებით. და მოკლედ რო ვთქვათ, ანუ მე ამ სტუდიაში თქვენ და ზოგადად ტელევიზიაში ამ ამპულაში ახლა როგორც ხარ თქვენ არ ხედავთ და ხედავთ თქვენივე საყვარელი პროფესიით წინსვლა და აქტიური მომავალი გექნებათ.